რაღაცნაირად ნასვამი ვარ და ცოტა თვალსახე სად ვარ და ვარ საგურამოში მე დიასა და დიასას მეგობრები სალო და თოკო მიყვარხარ მოგვენატრე ხო ანუ ძალიან ისე შემოვდივარ ხოლმე ლაივში რა გაიცანით სალო გამარჯობა ბევრი ხალხი გიყურა 511 მოგვენატრე ხო კითხვები სანამ ნასვამი ვარ კითხვები მომაყარეთ რომ ანუ გაგცეთ ესე ნასვამზე პასუხი სწორად ეს ჩოკახონა პროსტა კატასტროფა აჰა მეცრაო ულამაზესი ხარ ძალიან დიდი მადლობა ძმიშვილი ძალიან გავს კი ნიტამ გავს ძალიან მიყვარხარ ვარ მე ძალიან დიდი მადლობა აი ამ პოზიტივისთვის ხალხნო უღრმესი მადლობა საყვარლები არის აუ კი აი სუ პოზიტივს წერენ ანუ რა ლამაზი ხარ მიყვარხარ რა უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ხა ამ ფორმაში აუ საყარ რას ვარ ხმართ ტუჩები სად გაქრან ვარ მავს ორივე ლამაზები ხართო ძალიან დიდი მადლობა აბა როგორ ხართ ხალხო დაწერეთ რა შვებით სად ხართ ადგულობთ გული მაჩვენე თუ ესე ვაიმე ვაიცა ვერ წავიკითხე მოიცადეთ ვაიმე ისტორი რომ ნახე რა საყვარლები იყვნენ შენი ძმისშულებიო ძალიან დიდი მადლობა რა ხდება ინტერნეტში მეგობრებო საუკუნეა არ შემოდიასა და დიასა გასულია და მოვა მალე დიასასთან ხარ კიდევ დიასა ჯერ კიდევ დიასასთან ვარ კი მარიამზე რას ვფიქრობ მარიამზე ვფიქრობ რომ ჰაუსის მონაწილე იყო მარიამ სალო არ უყურებდა ჰაუსს და არ იცის ხო მარიამზე რა უნდა ვფიქრო ანუ ვუსურებ წარმატებას და მიხარია რომ ჯავახა და მარიამი ისევ ერთად არიან და რაღაცები ხდება ხოლმე TikTok-ზე ვიდეოები და რაღაცებზე ვიცნი ხოლმე მის ძაღლზე განსაკუთრებით ჯავახასთან რომ ვერ ალაგებს სიტუაციას მუზებთან აღარ მეგობრობ მუზებთან კონტაქტი არ მაქვს არანაირი მეგობრებო რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურებ მიყვარხარ ძალიან აი მე ვერ ვასწრებ მოგვენატრე რუსთავიორზე რუსთავიორი მეც მომენატრა და გადაღებები მეც მომენატრა მიყვარხარ ქეთი უღრმესი მადლობა ყველა ძალიან მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ ძალიან დიდი მადლობა ხალხო ამ ასეთი თბილი მესეჯებისთვის ეს პუნქტი სად არის ეს ამ სიტყვებს ვამბობდი არა რაც კიდე რა მე ის ვარ მოიცა ვერ წავიკითხე მეგობრებო ძალიან სწრაფად არის დიასა ხო კარგად არის დიასა კარგად არის კი მადლობა მე ის ვარ რესტორანში რომ დაგპატიჟე და ვერ მოვალ ბათუმშიო ძალიან დიდი მადლობა კი მახსოვ ხართ ლელუ შეგიძლია თქვა ლილე მიყვარხარ ლელუ გავიგე რომ მუზებს შეურიგდი ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს მუზებთან მეგობრებო ხა რანაირ დამოკიდებულება უნდა მქონდეს ხო მან ძალიან ნეიტრალური მათი წარმატება გამიხარდება რა თქმა უნდა და ვუსურებ წარმატებას ვისთან კონტაქტობ ჰაუსიდან ლაშასთან კონტაქტობ ძირითადად უფრო ჰაუსიდან რა თქმა უნდა თუ ვინმე ხო ქუჩაში შემხვდა ყველას რა თქმა უნდა მივესალმები და მტრები არ ვართ ერთმანეთის მე ვერ წავიკითხე დაბადების დღე 7 მარტს მაქვს თოჯინა ძალიან დიდი მადლობა დიასას რო ამხალა რა სისულელეს წერთ მეგობრებო მე და დიასას გვიყვარს ერთმანეთი და იმიტომ ვართ ერთად სხვა მიზეზები არ არის ამის
ლომაზე ძლიერი ქალი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ჰაუსი როდის იწყება? არ ვიცი, მაგრამ ანუ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა აპრილში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. შეიძლება ჰაუსი არ დაიწყოს, შეიძლება დაიწყოს. ანუ ინფორმაცია არ მაქვს ზუსტი და შესაბამისად ვერ გეტყვით. ველური კაი თმები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. ზაფხულში აუცილებლად გვესტუმრეთო, ბათუმში აუცილებლად ჩამოვალთ ზაფხულში კი. ჩვენი უსაყვარლესი სალოა. რა თქმა უნდა, ვნახოთ სალო ალბათ ყველა მიცით, ჩემი ადმინიც იყო და DSS ადმინიც. ჯავახა და მარიამს დაპატიჟებ ქორწილში. ვის ქორწილში დავპატიჟებ? ბეჯერ არ ვთხოვთ. ანუ არ ვიცი. ველო მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. მე უნდა ვიცოდე წინასწარ შეგვიძლია არ მეინტერესებს. ზურა ჩართე, ზურას არ გამოუგზავნია, თორე ჩავთავდე. თქვენ კიდე ერთად ხართ, კიდე ერთად ვართ კი. კიდე რას ქვია უკაცრავად ხომ ცოტა ისე. რას ქვია კიდე ერთად ვართ. ცოტა კონკრეტულად. ესე ყვარელი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ელა ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდები, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ლამაზი ხარ. უძლიერესი ხარ. ლიკა, ძალიან დიდი მადლობა. რა შამპუნს იყენებთ? L'Oreal Paris. სხვათა შორის ერთ შამპუნს ვიყენებ მხოლოდ რა ბოლო პერიოდია უკვე რამოდენიმე თვეა ბერძნულია, მაგრამ სახელი არ მახსოვს. სულ ბედნიერები იყავით შენ და გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო და მისვით კითხვები, კომპლიმენტებისთვის მერჩანო. ლაპარაკობ. კომპლიმენტებისთვის ძალიან დიდი მადლობა. მუზების ფანი ვარ და მინდა გითხრა, რომ ძალიან ღირსეული და რძდილობიანი გოგო ხარო. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად გეთანხმებით. მადლობა. გული მაჩვენა. ზურა ლაივშია, მეც ლაივში ვარ. დიასა გასულია და მოვა. ვაიმე ვერ ვასწრებ კითხვას ხალხმა და ვერც ვიმოშვები ამას, რომ ბოლომდე წავიკითხო. ლია, შენი მესეჯებსაც ვერ ვკითხულობ. ერთი წამე. არ ვიცი რა კითხო, გადევნებ თვალს და მიხარია რომ ბედნიერი ხარ ლელო. ძალიან დიდი მადლობა. ლია არის უსაყვარლესი, აი მთელი ჰაუსის განმავლობაში გულშემატკივრობდა. ნუ ეხლა განსაკუთრებით იმიტომ ხედავ მის გულშემატკივრობას, რომ ეხლა უფრო მეტი დრო მაქვს ტელეფონისთვის, ასე ვთქვათ. ლელო მუზებიდან ვინ უფრო გიყვარს, ძიანა თუ თინათინი? ორივესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ დიანასთან რაღაც უფრო მეც საერთოს ნახულობდი, თუმცა თინათინს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან ემოციური ადამიანია და ძალიან ნიჭიერი. ძალიან ნიჭიერია თინათინი. ქუთაისელებთან როგორ ხარ? როგორც ვიყავი მეგობრებო, წარმატებას ვუსურვებ. ორივე მე მიყვარს პირადად ჩვენი, რა ვიცი, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე რაც გქონდა და წარმატებას ვუსურვებ ორივეს, რა თქმა უნდა. მუზებს არ ელაპარაკები ისე, მუზებთან მაქვს ისევის ნეიტრალური დამოკიდებულება, რაც მქონდა. არაფერი არ შეცვლილა. შენ გაუგზავნე რა ზურას გთხოვ, მე არ გაუგზავნე. 7 მარტს მაქვს დაბადების დღე. მუზებთან უკვე გითხარით როგორ ვარ, ძალიან ხართ ორივე, ძალიან დიდი მადლობა. ბერაძე მომიკითხე, ბერაძე ვინ არის? შენ ხარ? მოკითხა შემოგითვალე. შემომითვალა მანახე. მიცადე ერთი წონდი გიორგი მაჩაიძე. რა ხარ გიო? ეს ჩემ ძველი პარი. ძალიან მიხარია რომ შენ და მუზები ეხლა ხართო. ჩემ ბიჭი გახდა 7 წლის, გიждდებით ფებზე, მეუღლეც თევზებია. კეთილი ხალხი გახვევი, ირგვლივ ესე იგი. ჩემი სიცოცხლე ხალხი მე აი
просто აი ხალხი არ მიცნობს ეს რომ ხოლმე სიტყვა მოდის აი ისეთ სიტყვებს წერენ ხოლმე რომ უფრო მეტი სიტყვა გექნებათ იმიტომ რომ სასწაული ადამიანია დამიჯერეთ ისეთ სიტყვას აგზავნიან ხოლმე აი მესიჯებშიც რომ რავი სალი მოვიდა სალი არის მეტადიესას მეგობარი იყო ინსტიტუტთან ჩვენი ადმინი არის იყო love ვერ წავიკითხე ციკლაური ვარ კი მუზების თიანეთის დაბადების დღეზე არ ყოფილა მეგობრებო თუმცა მივულოცა დაბადების დღე რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ხარ მადლობა ძალიან დიდი უკან გოგორა ვერ წავიკითხე უკან გოგოს რა ქვია სალო ქვია აბასად იყავი რას ნიშნავს აბასად ვიყავი ჩართე ზურა თუ უნდა გამომიგზავნის და ჩავრთავან ხო მე ესე რანაირად ჩავრთავ მიპასუხე ლელო ანუ ვერ წავიკითხე შენი მესიჯი თორე გიპასუხებდი ანუ ბევრი მესიჯია ჩემი ციკლაური მშვენიერია ლელო პასუხ მაგათ მუზებზე ხო ანუ ცუცრავს პასუხობ იდეაში მეგობრებო რეალობას გპასუხობ და მე ყოველთვის ჰაუში როგორც ვიყავი და რეალობას საუბრობდი და არაფერს არ მალავდი და არ თამაშობდი ასე ვთქვათ ეხლა გპასუხობთ რეალობას რასაც ფიქრობ და როგორც ფიქრობ დიასა სად არის დიასა გასულია საქმეზე და მოვა ლელო ძალიან გთხოვ მიპასუხე დამოფოლო გთხოვ ძალიან მიყვარხარ რომ ნუცა ლელო მუზების დედამ რომ ბემბი გიწოდა ნახე კი რა თქმა უნდა ძალიან საყვარელი ქალია 34-ის აუ მე ვასება ამის თარგმანიც ხო კი ამის თარგმანიც ვიცი მაგარია ძალიან აბა როგორ ხართ ხალხო რა ძალიან მიყვარება ეს ვინ არის ამას არ ვიცი ისე ყველას ხარ ძალიან დიდი მადლობა არ ვიცნობ ამ გიგის თუ რა ქვია მე შენ არ ვიცი ხარ მუზებთან ისევ ისეთი ურთიერთობა მოქვს როგორც მქონდა რა ვიცი ამას ურთიერთობა როგორც არის ხსენო მუზები ანუ ერთ-ერთი ჰაუსის მონაწილეები იყვნენ გოგოები მულები დიანა და ზურა დაშორდნენ მართალია დიანა და ზურა ერთად არც ყოფილან მე როგორც ვიცი და არც ინფორმაცია მაქვს მათ დაშორებაზე და არც ერთად ყოფნაზე სიმართლე ვუდგათ სრული სახელი არის ლელა ციკლაური ლელუკას რომ ეძახიან მეფურებით ლელუ არის შემოკლებით ასე რომ ვის როგორც გაგეხარდებათ ისე შეგიძლიათ მომართოთ ლელუსად გამოირჩევა შენ და დიანას ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო შენს მიმართო კი გეთახმები მასე იყო ბողმა მახრჩობდა შენ სიმართლეს რომ ვერ ამტკიცებდიო რა უშავს ყველაფერი აი მესიც ამბები იყო ჰაუში რომ აი რა ვიპროსტე სასწაული რამე იყო ლეუქალების ხარ ნამდვილად ძალიან დიდი მადლობელია აი მე თვალები მიჭრელდება ეს ის რო არის ბევრი კომენტარი ვერ ვხედავ რეალ მადრიდ როგორ ხარ ჩაერთე ზურას და გუგას ბავშვებო თუ გამომიგზავნიან ჩავერთვები მაგრამ ახლა მე მგონია არც ვიცი როგორ არის აქ და მე მგონია არ მიგზავნიან აუ ხელი დამეღალა
მიყვარ ხართ ძალიან სხვა დრო რეალს უფრო იმიტომ რომ რონალდო მევასე კოცნით უგმესი მადლობა თბილი SMS-ებისთვის